უნდა გადაწყვეტოს. რა მოისმინეთ გუშინ თქვენ ევროპარლამენტში და რა ახსნა გაქვთ მოგზაურების? უბრალოდ ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა, მათი ხმა, ვინცთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპული იდენტობა არ დაიკარგოს და ევროკავშირი ეფუძნებოდეს ევროპულ ღირებულებებს. თუმცა მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები ევროკავშირში, რომელიც ევროკავშირს მიაქანებენ ევროპის ბნელი წარსულისკენ. და ჩვენ ეს გუშინ თვალნათლივ დავინახეთ, როდესაც პირდაპირ ჩავხედეთ იმ ცივილიზაციულ უფსკულს, რომლისკენაც ბრიუსელის ბიუროკრატია მიაქანებს დღეს ევროკავშირს. გუშინ თუ კი ვინმეს აინტერესებს თუ რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკული, მას შეუძლია ნახოს გუშინდელი სხდომა ევროპარლამენტის და ეს არის სრული ვიზუალიზაცია ცივილიზაციური უფსკულისა, სადაც დღეს ევროპარლამენტის ეს პოლიტიკური ნაწილი იმყოფება. ჩვენ ვიხილეთ კომბინაცია იმ ყველაფრისა, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს. ეს არის ზიზღი, ეს არის ცივილიზაციური ქედმაღლობის და აღმატებულობის პოზა, რომელსაც ჩვენ გუშინ უყურებდით. ეს არის ტყუილი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იყო გაჟღერებული. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც სრულად დასცილდნენ იმ დაკვეთას, რომელიც ევროპელი ხალხებისგან მოდის და არიან სრულად აღსრულებლები რაღაც გეოპოლიტიკური გლობალისტური მიზნებისა, რომელსაც მათ ყურში უჩურჩულებენ არაფორმალური მმართველები. და მეორე, ეს არის იმედგაცრუება ქართველი ხალხისთვის, რომელიც გარდა იმისა, რომ ისწრაფვის ევროკავშირში წევრობისთვის, არის თავად შემოქმედი ევროპისა, ევროპული ცივილიზაციისა, ევროპული ღირებულებებისა და ჩვენ ხედავთ ქართველები, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ხედავთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი. გუშინ ასწავლეთ კამერასთან დაკავშირებით ისაუბრეს ევროპარლამენტარმა ორმა დეპუტატმა ჩვენ გვახსოვს რომ როდესაც კამერის თემა გაჩნდა 3 დეკემბერს პრემიერმა ისაუბრა რომ ამ საკითხს ევროპარლამენტში გამოიყენებენ და ნახეთ რომ გუშინ ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს თან მტკიცებით ფორმაში რომ ვიქრათ ასე განყრდნობით საუბრობენ ეს დეპუტატები რასაიურნებით შენ კი, ჩვენ გუშინ რაც ვიხილეთ, ეს ხო კიდე ერთხელ ჩვენება თუ რას ნიშნავს ჩავარდნილი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოს და ვფიქრობ აქ ძალიან ადვილი დასანახია პარალელები 4 ოქტომბრის მცდელობასთან ხელისუფლების დამხობის, რომელსაც ასევე ქონდა მხარდაჭერა ბრიუსელიდან, გახსოვთ ევროკომისიის პრესპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას და სოლიდარობას უცხადებდა და შეადარეთ, გააკეთეთ პარალელი, როგორც მაშინ 4 ოქტომბერს თუ გაიხსენებთ საღამოს გამზადებული სპიკერები, რომელმაც დაიწყეს სოციალურ მედიაში მხარდაჭერი ტექსტების გამოქვეყნება მოძალადეების მიმართ, უბრალოდ დაიწყეს მაშინ, როდესაც ეს დამხობა უკვე ჩაფუშული იყო. ჩავარდა ყველანაირად, თუმცა როგორც ჩანს ტექსტები მომზადებული იყო და მაშინ, როდესაც მურთაზ ზოდელავა ეულად იდგა პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე, ამ დროს ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმ მომენტში აქვეყნებდა სოციალურ მედიაში ტექსტებს, რომ ხარს უჭერდა ქართველ ხალხს, რომელიც იქ იმ მოძალადეებს, რომელიც იქ უკვე აღარ იყვნენ. ასე რომ და მაგრამ ვინაიდან სცენარი არსებობდა, ტექსტები დარიგებული ქონდათ და უნდა გამოექვეყნებინათ, მიყვნენ ამ განრიგს, ვის 9 საათზე უნდა დაედო, ვის 10 საათზე, ვის 11:30-ზე, გამოაქვეყნეს ეს ყველაფერი, თუმცა აცდენილი იყო უკვე თბილისში არსებულ რეალობასთან, ვინაიდან ის დამხობის მცდელობა, რომელიც ხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან, ჩავარდა. იგივე მოხდა გუშინ. და სწორედ ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ BBC-ს ცრუ რეპორტაჟი იყო ნაწილი იმ ჰიბრიდული თავდასხმისა, რომელსაც შემდეგ უნდა მოყოლოდა ამგვარი რეაქციები, თუმცა ერთი რამე ვერ გათვალეს. მათ იფიქრეს, რომ BBC-ს რეპორტაჟზე იქნებოდა უბრალოდ რაღაც სიტყვიერი საუბარი და სიამოვნებაში გამოძიება არ ჩატარდებოდა და ეს ტექსტები, რაც გუშინ მოვისმინეთ, ეს არის ტექსტები გამზადებული იმისთვის, რომ
არ არის ჩატარებული გამოძიება, არაფერი არ ხდება საქართველოში და ახლა მოუწოდებენ და ეჭვები არსებობს კამიტზე, მოუწოდებთ გამოძიებას და ასე შემდეგ. თუმცა ეს ტექსტები წინასწარ დაწერილი აცდა კვლავ რეალობას, არაადეკვატური იყო, ამიტომაც ვინაიდან ჩატარდა გამოძიება, ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა თქვა, თუ კი რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს რაიმე კითხვა, აგერ არის ხელისუფლება, აგერ არიან სამართალდამცავი ორგანოები, მზარდ ვართ ნებისმიერი ინფორმაციაში ჩავახედოთ, ვაჩვენოთ და განვუმარტოთ. ამიტომ აცდენილი იყო გუშინდელი განცხადებები მათი და ჩანს კიდევ ერთხელ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო BBC, რომელიც ხედავთ, რომ აბსოლუტურად დაინგრია საკუთარი რეპუტაცია და იქცა ჩვეულებრივი პროპაგანდის იარაღად სხვა ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმისა. ნახეთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ჰიბრიდული თავდასხმა BBC-ს გამოყენებით პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის გზით და ნახეთ საქართველოზე თავდასხმა BBC-ს გამოყენებით. ამიტომ ეს ჰიბრიდული თავდასხმა ჩაიშალა, გუშინ ნახეთ უბრალოდ არაადეკვატური რეალობას აცდენილი ტექსტები გამოდიან კიდე საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის ქიმიურ იარაღზე, რომელიც ყველა სასაცილოდ აქვს, ყველას ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც, იმასაც, ამასაც თუთიყუშიც კი იცინს უკვე ამაზე ამ ცრუ ნარატივზე. 4 ოქტომბერი რომ მოუწოდეთ ბლოგში, ანუ დღეს იმართება არსებითი განხილვა ორგანიზატორების სახისთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ რომ გამოვიხსენოთ, რა უნდათ გასაკეთებდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ეს ადამიანები და დღემდე რომ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ ამ საქმეს. ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელიც ხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან გუშინ ტრიბუნასთან იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც ხარს უჭერდნენ საქართველოში ხელისუფლების ძალადობის დამხობას, მათ შორის ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი და სხვები, რომლებიც გუშინ გამოდიოდნენ და კიდე ბედავენ საქართველოზე საუბარს, ადამიანები, რომლებთან ხარდაჭერითაც კინაღამ საქართველოში მოხდა არეულობა, დაპირისპირება, ვისი ტყვია გაისვა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, მე ქალბატონ რასას ნაკლებად ადარდებს, იმიტომ რომ მას აქვს თავისი პოლიტიკური გეგმები, რომელსაც მას ასრულებინებენ მისი არაფორმალური მმართველები და კიდევ ერთხელ ჩავარდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რომელიც იყო მხარდაჭერილი ბრიუსელის მხრიდან, ევროპარლამენტარების მხრიდან, რომელიც თვეების განმავლობაში ამზადებდნენ იმ ექსტრემისტებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს, ამზადებდნენ იმისთვის, რომ წასულიყვნენ ძალადობაზე, რადიკალურ ნაბიჯებზე, მიიყვანეს ამ ნაბიჯამდე, დამხობის მცდელობის პერიოდში აგულიანებდნენ გარედან, მათ შორის შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტი პირდაპირ მხარს უჭერდა ძალადობას, რომელსაც ჩვენ იმ მომენტში ვხედავდით თბილისში. აღარაფერი რო ვთქვათ ევროპარლამენტარებზე და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებზე. ჩავარდა ეს ძალადობრივი მცდელობა ხელისუფლების დამხობისა და ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის გუშინ, როდესაც ევროპულ საბჭოზე ჩავარდა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება და ნახეთ ჩვენ რაღაც თავმჯდომარეობის განცხადება თუ რაღაც მსგავსი, რაც ასევე სასაცილოა, დემოკრატია საერთოდ ტერმინოლოგიურადაც კი გააუქმეს, მაშინ რაღაც საჭიროა კენჭისყრები, ხარდაჭერა განცხადებაზე და ასე შემდეგ, თუ კი ჩაუვარდა დოკუმენტი ევროპულ საბჭოზე განცხადების სახით და შემდეგ დანიის დოკუმენტად იქცა ეს ყველაფერი. ასე რომ ჩავარდნილი დოკუმენტი, რომელშიც ჩვენ პირდაპირ ნახეთ მხარდაჭერა მოძალადეების მიმართ, როდესაც საუბრობენ რაღაც მითიურ უსამართლოდ პატიმრობაში მყოფ ადამიანებთან და რეალურად კი ეს აბზაცი უდრის იმას, რომ ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს იმ ძალადობაზე, რომელიც შარშან დეკემბერში მოხდა, იმ ძალადობაზე, რომელიც 4 ოქტომბერს მოხდა და ამ ძალადობის გამზიარებელი არის ბრიუსელი. სხვათა შორის აქ კითხვა ისმის, თუ კი ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს შარშან დეკემბრის ძალადობაზე, ისმის კითხვა, რამდენად იქნება ასევე მათი პასუხისმგებლობა, რომ კომპენსირება მოახდინონ იმ ზიანის, რომელიც მიადგა მაგალითად პარლამენტის შენობას 9 მილიონი ლარის ოდენობით და ხომ არ იფიქრებდნენ, რომ რეპარაცია იყოს 9 მილიონი ლარისა პარლამენტის მიმართ, თუ კი ბრიუსელი იღებს პასუხისმგებლობას შარშან დეკემბერში, მათ შორის ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანების მხრიდან
პარლამენტის შენობაზე თავდასხმას. ბატონო შალვა, ორი კითხვა მექნება თქვენთან. პირველ რიგში გითხავთ, დღეს ბრიუსელში შეიკრიბებიან ევროლიდერები და საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯერებენ, მოლოდინი არის, რომ შეიძლება იყოს ზამილები და გადაწყვეტილება მიღებული ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით რას ელოდებით? შეუჩერდება თუ არ შეუჩერდება ქვეყანას და მეორე ვერსია არის, რომ შეიძლება იყოს სანქციები თანამდებობის პირებისთვის. რას ელოდებით დღეს მათგან? ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდში და რაც პირდაპირ ჩვენს შემდეგ უკვე ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებმა ამხილა ევროკავშირის ღირებულებითი დაღმასვლა, მისი დემოკრატიული უკუსვლა, ამ ყველაფრის შემდეგ ყველა ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის ერთადერთი ის ამხელს თავად ბრიუსელს, მის ბიუროკრატიას, იმ პოლიტიკურ წრეებს, რომლებიც დღეს სრულად აცდენილი არიან საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს. დღეს ევროპა იმართება უმცირესობების მთავრობებით, რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და ეს სისტემა არის, რომელიც მათ შორის უნდათ საქართველოსთვის თავს მოეხვიათ. ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილება თავად ბრიუსელის მხილება იქნება, ასე რომ ამას ახლა დიდი გავლენა იმაზე ვერ ექნება, ჩვენ რა პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ დანიის მიერ მას შემდეგ რაც ჩავარდა საქართველოზე განცხადება ევროპულ საბჭოზე და დანიამ უკვე ცალკე გამოაქვეყნა ერთპიროვნულად ეს ტექსტი, მათ შორის ამ ტექსტში თავარი პასაჟი რაც იყო, ვიხილეთ უკვე დოკუმენტირებულად ამ ტექსტში მოთხოვნა, რომ დაუწესოთ სანქციები რუსეთს. თქვენ ნახეთ ჩანაწერი, რომ მოითხოვდნენ ამ პროექტით, რომელიც ჩავარდა ევროპულ საბჭოზე, მაგრამ დანიამ მაინც გამოაქვეყნა და მისი პოზიცია არის საშკარად როგორც ჩანს, ითხოვენ პირდაპირ სრულ თანხwebdrას რუსეთის და ბელარუსის მათ შორის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე. სრული თანხwebdra ნიშნავს ზუსტად სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და ბელარუსისთვის. ამას თხოვს დღეს ბრიუსელი, ევროკავშირი მოითხოვს საქართველოსგან, რომ სანქციები დაუწესოთ რუსეთს, სანქციები დაუწესოთ ბელარუსს. ამაზე ვსაუბრობთ 3 წელია, ზუსტად ეს იყო ის დახურულ კარს მიღმა, რასაც ითხოვდნენ ხოლმე სხვა ყველაფერთან ერთად და გარეთ ამაზე არ საუბრობდნენ. შარშან გახსოვთ, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ჩაწერა პირველად, ახლა ამ დანიის განცხადებაში ვნახეთ ეს ჩანაწერი. ესე პირდაპირ ბიძგება საქართველოს ბიძგება, რომ შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან, ეს არის პირდაპირ ბიძგება, რომ ამ ესკალაციაში როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ესკალაციაში შევიდეთ და ამ ესკალაციის ბოლოს, რომ არის სამხედრო დაპირისპირება, ეხლა ამაში ამ განცხადების ავტორები ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, ან მავნებლები არიან და ძალით გვიბიძგებენ ისეთი ესკალაციისკენ, რომლის ბოლოშიც არის ომი. აი დასკვნაზე მინდა ახლა უშუალოდ ვკითხოთ, გუშინ კრიტიკული იყო ეს დასკვნა, იყო მოწოდებები, რომ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ, რეპრესიები არის ქვეყანაში, მედია იდევნებაო, კონკრეტული მოწოდებები ჰქონდათ ამ მიმართულებით, ასევე საუბარი იყო სადავო კანონპროექტების გაუქმებაზე და თანხwebdrაში იყო საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირის პოლიტიკასთან. უშუალოდ დასკვნასთან დაკავშირებით თქვენ საუბრობთ გუშინ, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, მაგრამ საპირისპირო სამოვენ თავად. ხო, კიდევ ერთხელ გეტყვით მე, რომ რაც შეეხება ამ განცხადებას, რომელიც ჩავარდა ევროპულ საბჭოზე და დანიამ ცალმხრივად გამოაქვეყნა, კიდევ ერთხელ ასაჭიროა ეს პროცედურები, თუ კი საბოლოო ჯამში მაინც ამას ისე მიყიდიან საზოგადოებას, მათ შორის ქართულ საზოგადოებას და ევროპულ საზოგადოებას, როგორც ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც არ არსებობს. ეს დოკუმენტი ჩავარდა სწორედ იმიტომ, რომ მასში იყო სავსე დეზინფორმაციით. ყველა ეს პასაჟი, ეს არის მხილება ბრიუსელის, თვითმხილება იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომელსაც ბრიუსელი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. ყველა ეს საკითხი. პირველი, ითხოვენ, რომ სრულ შესაბამისობაში მოვიდეთ რუსეთის და ბელარუსის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, ანუ დაუწესოთ სანქციები რუსეთს და ბელარუსს. პირველი, მეორე, გვიკრძალავენ საგარეო პოლიტიკის ისე წარმოებას, რომელიც არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ეს იცით, რომელ საკითხს ეხება, ეს თქვათ მათ შორის თქვენ თუ ნახავთ ანგარიშს,
რომელიც მანამდე გამოქვეყნდა. იქ საუბარი არის გაეროში წელს იყო გაეროში საქართველოს, როდესაც უკრაინის გაეროში, როდესაც განიხილებოდა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია, საქართველოს მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ რეზოლუციის ტექსტს და არა იმ ტექსტს, რომელსაც ევროკავშირი უჭერდა მხარს. აი ამას გვეუბნება დღეს დანიის მიერ გამოქვეყნებული ამ ტექსტით ევროპული საბჭოსი, რომ გვიკრძალავს, რომ ხარი დაგვეჭირა ამერიკული ვარიანტისთვის და არა ევროპული ვარიანტისთვის. ეს არის პირდაპირ ხელყოფა საქართველოს სუვერენიტეტისა, როდესაც ბრიუსელი მოითხოვს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა რაღაც ვასალური სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის მსგავსად გქონდეს და ბრიუსელმა განსაზღვროს ჩვენი საგარეო პოლიტიკა და ჩვენი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები უნდა შეუთანხმოთ თურმე ბრიუსელს. ეს მეორე მავნებლობა, რომელიც ამაში წერია. მესამე, როცა საუბარია ეგრეთ წოდებულ უსამართლოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებაზე. თქვენ დააკვირდით ერთ რამეს, არც ერთ განცხადებაში არ ამბობენ ვის გულისხმობენ. ვინ არიან უსამართლოები, რატო არ ამბობენ? უჩა აბაშიძე არის უსამართლოდ? აი ეს არის მათი მორალი. სინონიმში არის. მათი მორალი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ცოლს ყიდიდა და სექსუალურ ექსპლუატაციას აკეთებდა იმისთვის, რომ დაეშანტაჟებინა სხვები, აი ეს ამ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს დღეს ბრიუსელი. უჩა აბაშიძე, ეს არის მათი მორალური დეგრადაციის დონე, როცა ითხოვენ უჩა აბაშიძის გათავისუფლებას. ყველას აქტივისტი, ვისი პაატა ბურჩულაძე, ადამიანი, რომელმაც რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა, შინაგან სამინისტრო უსაფრთხოების სამსახური და ასე შემდეგ და მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელსაც პირველი დარტყმა მიიღო, დღეს რა სიტუაცია გვექნებოდა საქართველოში, კაციშვილმა არის. ვინ აიღებდა ამაზე პასუხისმგებლობას და მის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი? ეს არის მათი მორალი, რომ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს აორგანიზებს და აწყობს, ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ, ეს არის მათი მორალი. შეგახსენებთ, სოფიაში ამას წინ ევროპარლამენტის წარმომადგენლობის კარებთან შესასვლელთან ქაღალდ წაუკიდეს ცეცხლი და ამაზე დიდი პანიკა იყო აწეული, რომ ეს იყო თავდასხმა ევროპარლამენტზე. დაგვანგრიეს თავზე მთელი პარლამენტის შენობა, წვავდნენ ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ადამიანები და ესენი უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის მათი მორალი. ამიტომ არის ეს კარგია საერთო ჯამში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება ჩავარდა ევროპულ საბჭოში, დანიამ ასე ვთქვათ დანიამ მაინც გამოაქვეყნა ეს ტექსტი, იმიტომ პირდაპირ ყველა პუნქტი, რაც ამ განცხადებაში არის, ეს არის ანტიქართული რიტორიკა, მათ შორის შიგნით ერთი და მეორე, ეს არის მავნებლობა საქართველოს მიმართ, ეს არის საქართველოს ბიძგება ესკალაციისკენ, დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ. ჩვენ კიდე ბევრ პარალელს დავინახავთ 2008 წელსა და აი ახლა იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს არის შეიყვანეს ამ ომში და შემდეგ თვითონვე მოაწერინეს ხელი იმაზე, რომ ომი თავად დაიწყეს. აი ეს არის ვასალების ბედი. ეს არის მათი ბედი, ვინც მარიონეტები არიან. როდესაც მარიონეტულ ომში ერთვები და ხდები სხვისი მარიონეტი, ჯერ შენივე ხელით გაგაფუჭებინებენ საქმეს და შემდეგ შენივე ხელით მოგაწერინებენ ხელს იმაზე, რომ ეს გაფუჭებული საქმე შენი გაკეთებული არის. აი ეს არის ის განაჩენი, რომელიც ყველა მარიონეტს საბოლოო ჯამში გამოუტავს ხოლმე ისტორია. ასე რომ არ ვიცი, რას გულისხმობენ ისინი, რა იყო მნიშვნელოვანი და რა არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ნაციონალმა მოძრაობამ თავისი მხარდაჭერით ამ რეზოლუციაზე აღიარა, რომ საომარ მოქმედებაში მისი ქმედებით გადავიდა ის კონფლიქტი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა.
მიზანი აქვს რეალურად ამ ამისტიას? კიდევ ერთხელ ვფიქრობ მნიშვნელოვანია და ჩვენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება. თავისთავად ამნისტია ყოველთვის არის ჰუმანური აქტი, რომელიც თავისთავად გულისხმობს, რომ გარკვეული მომენტებში შეიძლება შეუმსუბუქდეს ჩვენს მოქალაქეებს რაღაც მდგომარეობა. მათ შორის, როცა ვსაუბრობთ ჩვენ მართვის მოწმობების ჩამორთმევის საკითხებზე, არის ნაწილი მოქალაქეებისა, რომელთვისაც მანქანის მართვა მოწმობის ქონა მნიშვნელოვანი არის მათი შემოსავლებისთვის, ეს წარმოადგენს მათ საქმიანობის ნაწილს. ამიტომაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო, რომ ეს ჰუმანური აქტი განხორციელებულიყო. საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიიღო მესამე მოსმენით ეს ამნისტიის აქტი. შესაბამისად 20,000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ეს პირობები შეუმსუბუქდება. მეორე მხრივ თქვენ იცით, რომ ასევე გამკაცდა წესები ამის საპირწონედ და თუ კი აქამდე იყო შესაძლებლობა, რომ მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში ამ შეზღუდვის ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი დისკრეციით, ასე ვთქვათ, გადაეკეთებინა ჯარიმად ან სხვა პირობები გადაეკეთებინა ეს სანქცია. ეს სრულად ამოღებული იქნა კანონმდებლობიდან, დღეის იქით რა ვადითაც ექნება შეზღუდვა, ის ვადა სრულად უნდა ამოწუროს ადამიანმა იმისთვის, რომ შეეძლოს შემდეგ განახლება მართვის მოწმობის. ვერ გეტყვით რა საერთაშორისო სამართლებრივი თუ შიდა სამართლებრივი უბრალოდ ინსტრუმენტებია საჭირო, თავისთავად, როდესაც საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს იღებს ქვეყანა, შემდეგ X საათ საჭირო არის პარლამენტის პროცედურების გავლა, თავისთავად ეს არის ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ ვიცი რამდენად საჭიროა ეს, მაგრამ თუ საჭირო, რა თქმა უნდა, ან ჩვენამდე არ მოსულა ჯერ საკითხი, არა? ანუ რას კითხულობთ, რომ რა ყველა პროცედურა თავისთავად და პასუხიც არის უმარტივესი, რომელსაც სახელმწიფო იღებს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობას ხელმოწერით და ვალდებულებას ხელმოწერით, თავისთავად ამას ყველა შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურები მოყვება და შესრულდება. კი, მოხდება თუ საჭირო არა. რაც კიდე ერთხელ რა პროცედურებით საჭირო არის, იმ პროცედურებს გაივლის როგორც გარეთ, ისე შიდა სამართლებრივ პროცედურებს. საერთოდ აი მაშინ რაღაც კიდე ერთხელ სადმე გეჩქარება თქვენ თუ ვერ გავიგე მათ ვინც რა და საქართველოს პარლამენტის მე მგონი სიჩქარეზე საყვედური არ ეთქმის, ასე რომ სხვებმა მიხედონ თავის პარლამენტებს და საქართველოს პარლამენტი ყველაფერს სწრაფად აკეთებს. აი სხვები როგორც მოახდენენ, ზუსტად ისე მოიქცევთ ჩვენც. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართული ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინის ხალხის მიმართ მხარდაჭერისა და ყველაფერი რაც საჭირო არის, რომ მხარი დაუჭიროთ ჩვენ უკრაინელ ხალხს, ამას ვაკეთებთ ომის დაწყების პირველივე დღიდან. ერთადერთი რაც შეიძლება გასაკვირი ყოფილიყო, იქნებოდა ის, რომ იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც უკრაინის
ხელისუფლება და კონკრეტულად უკრაინის პრეზიდენტი ირჩენს ქართული ხალხის წინააღმდეგ, ამ უნომადურობის ფონზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცას გაჰკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებებს და ინსტრუმენტებს, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს ქართული ხალხის წინააღმდეგ ღია მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელსაც ჩვენ გვინდა, რომ იმ მძიმე პერიოდში, რომელსაც წინ გადიან, გვერდში დაუდგეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ არ მოქმედებთ არავის გაღიზიანების შიშით, ან არ გაღიზიანების სურვილით. ჩვენ მოქმედებთ ქართული ხალხის ეროვნული ინტერესებზე დაყრდნობით და ინტერესების საფუძვლით. ის, რაც ჩდება ჩვენს ინტერესებში, ის, რაც ხელს არ უშლის ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, იმ ნაბიჯებზე მივდივართ. იქ, სადაც გვეუბნებოდნენ, როგორც მაგალითად ახლა დანიის მიერ იმ ევროსაჭოს ჩავარდნილი დოკუმენტი, რომელიც დანიამ გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირ წერენ, წაგიკითხავთ, ყურადღება რო არ მიაქციეთ. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულ თანხვედრაში მოვიდეს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდვა ზომებთან. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ იმ პროექტით, რომელიც ჩავარდა, მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ბელორუსისთვის. და ვინც სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებს ესკალაციისკენ, ის ვინც მოგვიწოდებს ესკალაციისკენ, მოგვიწოდებს შესაძლო სამხედრო კონფლიქტისკენ. აი ეს არის, ასეთ რაღაცებს რა თქმა უნდა არ ვასრულებთ და ხედავთ, რომ ამაზე გაბრაზებულები როგორ იქცევიან, რომ ვერ გამოგვიყენეს ინსტრუმენტად იმისთვის, რომ აქ ცეცხლის კალი დაენთოთ რუსეთის გარშემო და ჩვენ ყოფილიყავით მარიონეტი, ისევე როგორც უკრაინას იყენებენ დღეს ზოგიერთი ძალები მარიონეტად რუსეთის წინააღმდეგ და ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს დაადასტურა, რომ ეს არის მარიონეტული ომი. აი ვიღაცა ზუსტად ასე უნდოდა, რომ მარიონეტული ომის ინსტრუმენტი ყოფილიყავით ჩვენ და მე ახლა როგორც უკრაინასთან არის ვაივიშვიში ყოფილიყო ფულს საიდან გამონახავთ. დღეს ასაც უყურებთ მეორე განზომილება რაც არის ის უპასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ბრიუსელის მხრიდან ხედავთ უკრაინის მიმართ. თქვენ გახსოვთ 2022 წლის აპრილში პარაფირებული იყო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, სტამბოლის შეთანხმებად ცნობილი და გახსოვთ თქვენ, რომ დავით არახამია, რომელიც მაშინ ხელმძღვანელობდა უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფს, მან განაცხადა, რომ ის პირობები იყო უკრაინისთვის მისაღები, იმ შეთანხმების პარაფირება მოხდა, ის შეთანხმება სხვათა შორის ითვალისწინებდა მოხდა, თუმცა შემდეგ ჩავიდა ბორის ჯონსონი, ევროპელების თუ ბრიტანეთის თუ ვისი სახელითაც ჩავიდა და პირდაპირ უთხრა არანაირი შეთანხმება, მოდი ვიბრძოლოთ. 3 წელი გავიდა ამის შემდეგ, 3 წელი ნახევარი, 4 წელი გადის ფაქტობრივად უკვე. ამის შემდეგ, რაც ბორის ჯონსონის იქ ჩასული ჩაიშალა სამშვიდობო შეთანხმება და დღეს საუბარი არის შესაძლოა უარეს შეთანხმებაზე. ყოველ შემთხვევაში იმ შეთანხმებაზე უკეთესი ფაქტია, რომ ის ვარიანტები, რაც განიხილება და რაც გამოდის, არც ერთი არ არის და უფრო მეტიც, იმ შეთანხმებაში საუბარი იყო, რომ ყირიმის საკითხი მაგალითად იქნებოდა გადაიწევდა 10-15 წლით და იქნებოდა საერთაშორისო დისკუსიის ნაწილი. იმ შეთანხმებაში, რომელიც რატიფიცირებული იყო ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში, ეწერა, რომ დონბასის და ამ რეგიონის ასე ვთქვათ საკითხები გაიყინებოდა და გადაწყდებოდა. დღეს აღარ არის ამაზე საუბარი. ხედავთ, რომ პირდაპირ მოთხოვნა არის, რომ დათმოს და de facto გადასვლა რუსეთის კონტროლის ქვეშ აღიაროს უკრაინამ. და რა დავასრულებ. 4 წელი გადის უკვე ამის შემდეგ, რაც ჩაშალეს სამშვიდობო შეთანხმება, დღეს ყოველ შემთხვევაში შეიძლება უარესი თუ არ იქნება, იმაზე უკეთესი პირობების შეთანხმება არ არის. ამასობაში მილიონი და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეები და დღეს როცა ეუბნებოდნენ, რომ ბოლომდე თქვენთან ვართ, ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდზე ბოლოში, დღეს ბრიუსელი დგას და უყურებს იმას, ფული საიდან მოიტანოს. საკუთარი ფულის დახარჯვას, არ ბოდიში, საკუთარი ფულის დახარჯვას არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ ახლა იქ რუსეთს რა წაართვან, იქ ფიზიკურ პირებს რა წაართვან, იქ აბრამოვიჩზე იყო საუბარი, ასე შემდეგ, აქეთ-იქით იყურებიან თავისი ფულის დახარჯვა ხო არ უნდათ. კაპიკი
საქმე იმაში არის, რომ ხედავთ, რომ ამას აქვს საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემა, ასეთ ნაბიჯს და იმიტომაც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას თუ არ იღებენ, რა არის გეგმა B რა არის? თუ კი რუსეთის სუვერენულ აქტივებს ხელს ვერ ადებენ და თქვენ ნახეთ განცხადება ბელგიის პრემიერ-მინისტრს, მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის სუვერენულ აქტივებსაც კი თითი არავინ დაადო. არ ცუდი კი არ არის, ამას ვერ აკეთებენ, ეს არის პრობლემა და გეგმა B არ აქვს. ამას თუ ვერ აკეთებენ, რას აკეთებენ? თავის ფულს ხარჯავენ და საქმეც ის არის, რომ არაპირებენ თავის ფული დახარჯონ ამაზე. უკრაინას 4 წელია ომობს, შეეძლო ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში ამაზე ნაკლები პირობები არ იქნებოდა უკეთესი თუ არა 2022 წლის სტამბოლის შეთანხმება, ჩააშლევინეს ეს შეთანხმება, როგორც არახამიამ თქვა და ახლა ფულის დახარჯვაც არ უნდათ რომ აღადგინონ მართლა ნანგრევებად ქცეული ქვეყანა. იმიტომ ტყუილია თქვენ რასაც ტყუილია თქვენ რასაც ამბობთ, არანაირი ტრიბუნალი დაფუძნებული არ არის, არის გადაწყვეტილებების რიგი, რაღაც ჯერი, სხვადასხვა თქვენ შეგახსენებთ, რომ საქართველოს როგორ გეგადრება. ეს კომპლექსური გადაწყვეტილებებია სხვადასხვა მექანიზმზე, სადაც საქართველოს ჩართული არის და მხარს უჭერს ყველა მიდგომებს, მათ შორის საქართველოს გახლავთ რეიკიავიკის არის თუ არ ვცდები, როდესაც რეესტრი შეიქმნა ზიანის აღწერის, რომელიც უკრაინას მიადგა და შეგახსენებთ, რომ მოლდოვა მაშინ მხარი არ დაუჭირა ამ რეესტრის შექმნას. საქართველოს ხელმომწერია ჰააგაში საერთაშორისო საქართველოს არის ხელმომწერი იმ საჩივის, რომელიც შევიდა ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სასამართლოში, რომელსაც მოლდოვამ ხელი არ მოაწერა. ასე ყველა ინსტრუმენტს ხელს ვაწერთ და მხარსაც უჭერთ. ყველა ინსტრუმენტს აბსოლუტურად. ამასობაში არის ხოლმე შუალედური გადაწყვეტილებები, სადაც შეიძლება ჩვენ ფიზიკურად იმ მომენტში არ ვიყოთ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღოთ, მაგრამ ეს არის ესე ვთქვათ გადაწყვეტილებების ჯერის ან ჯაჭვის ცალკეული ესე ვთქვათ რეზოლუციები და განცხადებები. ასე რომ კიდევ ერთხელ რაც შეეხება მთლიან პროცედურებს, საქართველოს მხარდაჭერა თქვენ ნახეთ, გასაკვირი არის ერთადერთი, რომ იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც პრეზიდენტ ზელენსკი იჩენს ქართველი ხალხის მიმართ, რომ არანაირი ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება არ ყოფილა. არანაირი ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება არ იყო, არანაირი ტრიბუნალი არ შექმნია. ეს არის გადაწყვეტილებების ნაწილი, რომელსაც იმ მომენტში ის ღონისძიება თუ ასე ვთქვათ, რაც იყო, იქ საქართველოს იმ მომენტში არ იმყოფებოდა, თორე სხვა მანამდე რაც არის გადაწყვეტილება, იმის შემდეგ რაც არის გადაწყვეტილება და ეს არის ერთი პროცედურის ნაწილი. საქართველოს არის ვისთან? რასაკითხო? არა, იმიტომ კიდევ ერთხელ მე მიკვრის, აი ამებს უპასუხებ, როდესაც იმ მათთვის, ვინც არიან საქართველოში უცხოს მადიდებლები და უცხოს დროშაზე მლოცველები, რა თქმა უნდა, მათთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები აუხსნელი არის. ისინი ვერ ხვდებიან, ისინი ფიქრობენ, უკრაინის დროშა უნდა აფრიალონ და ეს არის მათი ქცევის მაგალითი. მაშინ როდესაც და საკვირველი ეს არის. ეს ამიტომ უკვირთ. სინამდვილეში ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ უკრაინის ხალხს უჭერთ ხარს, მიუხედავად იმ ტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართული ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და იმ უმადურობისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი პირადად იჩენს ქართული ხალხის მიმართ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. ამ თქვენ უცხოელს უჯერებთ და ქართველს არ უჯერებთ? მასე ხარ დაწყობილი? თქვენ ხო კარგად იცით და ეხლა თქვენ იცით, რომ მათ შორის შარშან დეკემბერში, როდესაც
არა, სხვა რაღაცას ვამ. როდესაც სხვა რაღაცას ვამ. თქვენ ხო ახლაც არაერთხელ მოიყვანეთ ის განცხადებები, რომელიც შარშან დეკემბერში, მაშინ როცა მოძალადეები საქართველოს პარლამენტის გადაწვას ცდილობდნენ და პოლიცია საქართველოს პარლამენტის შენობას იცავდა. მაშინდელი განცხადების შეანსაკუთრებით სამინისტროსი, გამოიყენება სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის გამოიყენება სხვადასხვა სპეციალური საშუალებები წყლის ჭავლთან ერთად. ეს ხო მაშინდელი განცხადებებია დეკემბრის. ეხლა ხო მოყვანილი ქონდათ რამდენჯერმე, რომ მათ შორის ბატონი სანდრო დარახვრეძის მხრიდან შარშან დეკემბერში საჯაროდ ამბობდა და თქვენი აზრით ამის შემდეგ ხო არა უყურეთ შარშან დეკემბერშივე ხო იყო განცხადებები რომ კი როცა საჭირო არის წყლის ჭავლში შესაბამისი რა ვიცი ნივთიერებების გარევაც ხდება ეს ხო შარშან დეკემბრის განცხადებებია ახლა ეს ადამიანი ამბობს რომ ამის შემდეგ იანვარშიო 2 თვის თავზე შევხვდიო და მითხეს რომ არაფერი არ არისო შერეული ხა ადამიანს როცა საჯაროდ აქვს უბრალოდ სამინისტრო საჯაროდ აქვს გაცხადებული რა ინტერესი ან აზრი უნდა იყოს ჩადებული რომ სხვა რამე უთხრა სხვას ის ხო საჯარო განცხადება იყო არ ვიცი მან რა გაიგო რავენ გაიგო ვინ როგორ დაიკარგა თარგმანში მე არ ვიცი ეს შეუძლია მიმართოს შეასაკ სამინისტროს და გაერკვია არ ვიცი მოგეთ თქვენ იცით თუ არა თქვენთვის ცნობილი არის თუ არა რომ შარშან დეკემბერში აბა აზრი რაში არ ვიცი თქვენ კითხეთ არა ჯესეთ ეგეთ რამე არ უთქვას მაგრამ თქვენ კითხეთ ჯესეთ ევროკომისარი არ არის გახლავთ ევროსაბჭოს ხო უყურეთ თქვენ თვითონვე ამბობთ რომ შარშან დეკემბერში შეანსაკუთრებით სამინისტროს საჯაროდ ქონდა გაცხადებული რომ რა თქმა უნდა მოძალადეების მიმართ იმიტომ რომ შეაკავონ ისინი პარლამენტის დაწვა არ მისცენ ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ ადამიანებს ამის საშუალება იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ შორის წყლის წავში სხვადასხვა რა ვიცი ნივთიერების გარების გზით დეკემბერში თქვენს და თქვენ რას ფიქრობთ რა ინტერესი უნდა არსებობდეს ან რა ტაქტიკა უნდა არსებობდეს რომ ამის შემდეგ 2 თვის თავზე იანვარში სხვა რამე თქვა შიდა შეხვედრას მე ვიცი არა უყურეთ მე ვიცი რა არის სიმართლე უყურეთ ბოდი ასე შევთანხმდით ჩვენ თანხდებით ამ იმაზე თუ არა რომ სიმართლე არის ის რომ ჯერ კიდევ შარშან დეკემბერშივე შეანსაკუთრებით სამინისტრო ამბობდა თუ რა სპეციალურ საშუალებები გამოიყენება და მათ შორის რომ წყლის წავში ხდებოდა შერევა ამას ხო თანხდები შესაბამისად თუ კი ვინმე ამტკიცებს რომ ამის შემდეგ რაღაცა სხვა უთხრეს ან ვერ გაიგო ან არ ვიცი ხა არ გაიგო საჭიროა როცა საჭიროა ურეთო რატო იღებთ ამ ადამიანის სიტყვებს ასე ვთქვათ აპრიორი სიმართლეთ და უცხოელს რატო უჯერებთ და ქართულს რატო არ უჯერებთ გამოგებინეთ ბოლო ხო და კითხეთ ახლა კითხეთ შეანსაკუთრებით სამინისტროს გამოძიების თვალსაზრისით ერთი წლის განმავლობაში ამ გამოძიება მიმდინარეობდა ასობით დაზარალებული ხავს ამ აქციებს და ერთი ძალოვანი უცხოების წარმომადგენელიც კი არ არის დაშლილი. აპირებთ თუ არა თქვენი აზრით და უნდა ჩატარდეს თუ არა ამ მიმართულებით გამოძიება, რომ ვინმე აგოს პასუხი, თუნდაც მარტო იმ ვიდეო მასალიდან გამომდინარე, რაც ჩვენი თვალით დავინახეთ. პოლიციელების ძალადობა, უბრალოდ ძალოვანი უცხოების წარმომადგენლების ძალადობა. ერთი პოლიციელი მაინც რაც შეეხება შარშან დეკემბერში ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს დამხობის მცდელობა რომელიც გარედან იყო მხარდაჭერილი ჩვენ ვნახეთ პარლამენტის გადაწვის მცდელობა თქვენ კოლეგა რო ვერ ხედავდა როგორ ცეცხლი როგორ ეკიდა პარლამენტს და შემდეგ ალბათ იხილავდით რომ ვიდეოს დავდი ამასთან დაკავშირებით და იმედი ის ვიდეო მაინც ნახეთ ჩემს Facebook-ს გვერდზე პარლამენტი როგორ იწოდა და ამის შემდეგ გეცოდინებათ თქვენი უახლესი ისტორიის მონაკვეთები პარლამენტის ცეცხლში მოგიზგიზე პარლამენტი რა თქმა უნდა როცა ჩვენ ხედავდით ამ დამხობის მცდელობას რომელიც სულად იყო გარედან ორგანიზებული და მხარდაჭერილი საქართველოს უსაფრთხოების სისტემამ გადაარჩინა ეს ქვეყანა ქაოსს და იმ მოძალადეების რომელსაც ჩვენ მაშინ ხედავდით რომელიც
რომელიც პოლიციელებს თავს ესხმოდნენ დანით შეიარაღებულები, როცა ხედავდი ჩვენ მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ესროდნენ, აი პირდა ადამიანს წვავდნენ, უნდათ ადამიანი ცოცხლად დაეწვათ და ჩვენ ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ მოდი ის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს ცეცხლს უკიდებს და წვავს, ხორცი რო დაეწვას ადამიანს, აი მოდი ეს ადამიანი გაათავისუფლება. ამას გვეუბნება დღეს ევროკავშირის ელჩი, როცა საუბრობს უსამართლო დაპატიმრებულებზე, ხომ? სპეციფიკაციის გარშე ზოგადად, ანუ ყველას გულისხმობს. გულისხმობს, ვინც ადამიანს ხორცს წვავდა მოლოტოვის კოქტეილით, ვინც საკუთარი ცოლის სექსუალურ ექსპლუატაციას აკეთებდა იმისთვის, რომ ეშანტაჟებინა სხვები, მათ ვინც ბარიკადების აგების ინსტრუქციებს გასცემდა და ასე შემდეგ, მათ ვინც სასამართლო შენობის გადაწყვეტას ცდილობდა, მათ ვინც პრეზიდენტის სასახლის აღებას ცდილობდა. აი ეს არის დღეს ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ბრიუსელი აღმოჩნდა თავისი მორალით. ამას გეუბნებით, მაცეთ. აი ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინდელი რეალობა, რომ უნდათ საქართველოს დამხობა, არა ხელისუფლების, საქართველოს დამხობა უნდათ და გადაბარება სხვებისთვის. და ამისგან დაიცვა მაშინ შინაგანსაკუთრებათა სამინისტრო. ამ პროცესში თუ კი რაიმე ექსცესი მოხდა ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ საკითხს იძიებს შინაგანსაკუთრებათა სამინისტრო, პროკურატურა, გეტყვიან პასუხი. მიმართეთ გეტყვიან პასუხს, მაგრამ თუმცა ამავე დროს მეორე მხარეს შევხედოთ აქეთ. მოგისმენიათ ევროკავშირის ელჩის ერთი მაინც დაგმობა ძალადობისა, რომელიც შარშან დეკემბერში ხდებოდა. მოგისმენიათ ერთი სიტყვა, სადაც ევროკავშირის ელჩი, ევროკომისიის პრესპიკერი, ევროკომისარი, ევროპარლამენტარის ბრძოლი, ან ვიღაცა მაინც ევროპიდან იტყოდა, რომ პარლამენტის შენობის დაწვა არის მიუღებელი. ეს ამ წინადადების ჩამოყალიბებას გამოძიება ხო არ ჭირდება, მტკიცებულებების შეგროვება ჭირდება, მოწმეების დაკითხვა ჭირდება. ამას ხო უბრალოდ უნდა რომ ევროკავშირის ელჩმა თვალები გაახილოს, როგორც თქვენ ვერ ხედავდით რომ პარლამენტს წავდნენ, თვალები გაახილოს და შეხედოს იმას, როგორ იწვოდა საქართველოს პარლამენტი და ერთი წინადადება ჩამოაყალიბოს, რომ საქართველოს პარლამენტის დაწვა არის მიუღებელი. აი ამ 4 სიტყვას რატომ ვერ ამბობს ევროკავშირის ელჩი, რომ საქართველოს პარლამენტის დაწვა არის მიუღებელი, ის რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, 4 სიტყვიანი წინადადებებია და ამ წინადადებას ვერ ამბობს ევროკავშირის ელჩი. ამას არც გამოძიება უნდა, არც მტკიცებულებები უნდა, არც მოწმეების ჩვენება უნდა, ამას უნდა თვალის გახელა. და დღეს თვალის გახელა არ უნდა ევროკავშირის ელჩს, რომ დაგმოს ძალადობა. ხო, რაც შეეხება, გიპასუხოთ. უბრალოდ კიდევ ერთხელ, ეს ჰიბრიდული, ეს ერთადერთი მთავარი დადებითი მხარე, რაც BBC-ს ამ საძაგელ ტყუილს საქართველოს მიმართ აქვს, არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვიხილოთ, თუ ვინ არიან საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის აქტორები. და ამ შევხედოთ, ვინ არიან ორგანიზატორები, ვინ არიან ამ ჰიბრიდულ თავდასხმაში და ოპერაციაში შეგნებულად მონაწილე პირები და ვინ არიან სასარგებლო იდიოტები ამ ჰიბრიდული ოპერაციისა საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ ეს კარგი პროცესია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. თუმცა გაუთვლელი რაც მოხდა მათთვის, არის ის, რომ როცა საუბრობენ გამოძიების მოწოდებაში, ეს წინასწარ დაწერილი ტექსტებია იმის გათვლით, რომ გამოძიება არ იქნებოდა და იქნებოდა დაწყებული და დაუმთავრებელი გამოძიება და ეს გამზადებული ფორმულები ქონდათ, ასე თქვა, ტექსტები, ფორმულირებები, რომ დაიწყეთ გამოძიება, მიიყვანეთ ბოლომდე. დავიწყეთ კიდევაც და მივიყვანეთ კიდევაც ბოლომდე. უყურეთ, ამიტომ თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ თუ კი ვინმეს რაიმე კითხვა აქვს ამ გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ კი აქვს რაიმე კითხვები, მოგმართეთ, გაჩვენებ, ხო და აი მოგმართ, უყურეთ, ხო მარტივი რამე, ხო უმარტივესი, გამოძიება ხომ არ არის, რომ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა ოთახში, იფიქრეს შერლოკ ჰომსივით რაღაც დედუქციის მეთოდით და დასკვნები გამოიტანა. გამოძიება ეს არის დოკუმენტები, ეს არის 100 მეტი გამოძიება შეიძლება, სწორედ ამას უყურეთ, არ ვიცი ხა, შეიძლება რომელ ენაზე უნდა უთხრათ, სხვა აღარ ვიცი ხა, ელფურ ენაზე ვეღარ ვეტყვით ახლა ზოგიერთ ევროპელს, აგერ არის გამოძიება, ჩატარდა, დასკვნები დაიდო. აქვს ვინმეს კითხვები, ხო და მივყვეთ ნაბიჯნაბი. აქვს რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას კითხვები, მობრძანდით, გაჩვენებთ, ფურცელ, შედეგ. ეხლა კიდევ ერთხელ, ქართულად ვეუბნებით,
ინგლისურიც არ გვიჭირს, ელფურ ენაზე ვერ ვეთქვით. არანე ხელმოწერა არ აქვს. არ ვიცი სულ. ეს არის. აი ზუსტად ეს არის ზუსტად ევროპული სტილის პროპაგანდა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. არის ევროპული საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ამ გადაწყვეტილების მიღებას აქვს თავის პროცედურა. ეს განცხადება ჩავარდა ამ პროცედურაში. ხარდაჭერი არ ყავდა. ეხლა რა ანუ თქვენ რას ფიქრობთ, პარლამენტში, ანუ რა გინდათ, პარლამენტში ჩვენ კანონს რო ვიღებთ, რო ვერ მიიღოს ხარდაჭერა, იმ კანონმა მაინც იმოქმედოს? ეს არის თქვენ, ეს არის რა თქმა უნდა, უყურეთ, გეტყვით. კი, რა ქვია ამ დოკუმენტს? დოკუმენტს რა ქვია, როგორ გამოქვეყნდა? ვინ არის თავმჯდომარე? გამარჯობა. აბა ვინ არის ხა ის რა ქვია? პორტუგალია არ არის თავმჯდომარეობა. უყურეთ, პორტუგალია არ არის თავმჯდომარეობა, გერმანია არ არის თავმჯდომარე. ეს არის დანიის დოკუმენტი. ნუ ეხლა არ შეიძლება ჯორჯ სოროსიც ეთანხმება და მაშინ სოროსის დოკუმენტი დავარქვა და ეგ იყოს. ეს ნიშნავს ერთ რამეს, ეს აჩვენებს იმ დემოკრატია ხო პროცედურები არის და ზუსტად ამას აჩვენებს იმ დემოკრატიულ დეფიციტს, რომელიც ბრიუსელში არის. დემოკრატია არის პროცედურები. როდესაც უნდა მიიღონ რაიმე დოკუმენტი, როგორც ევროკავშირის პოზიცია, ამ დოკუმენტს აქვს მიღებას აქვს თავისი პროცედურა და ეს დოკუმენტი ჩავარდა ამ პროცედურაში. და შემდეგ დანიამ აიღო ეს ფურცელი და გამოაქვეყნა როგორც თავისი თავმჯდომარეობის. არა, კიდევ ერთხელ შეიძლება სოროსი და ნინო ლომჯარია უჭერენ ხარს. არა, ეგ რას ქვია, ვინ უჭერს რა მნიშვნელობაა, კაცო? ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა როგორც თავმჯდომარის დოკუმენტი, დანიის დოკუმენტი. ეს არის დანიის დოკუმენტი. დანიას რა დამოკიდებული აქვს საქართველოს მიმართ, ეგ ისედაც ცნობილი არის და რა პრობლემები აქვს დანიაში შიგნით, გადახედონ გრენლანდიასთან დაკავშირებით პრობლემებს, რომელშიც ევროკავშირის წევრმა დანიამ რა გააკეთა 70-იან წლებში და 80-იან წლებში, მოიკითხეთ ისტორია, დღემდე არ არის გამოძიებული გრენლანდიის მოსახლეობის მიმართ დანიის სახელმწიფოს იძულებითი სტერილიზაცია, რომელსაც ისინი ატარებდნენ და დღემდე გამოუძლებელი არ არის საკითხი და დღემდე კომპენსირებული არ არიან ის ადამიანები, რომელსაც იძულებითი სტერილიზაცია ჩაუტარა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ გრენლანდიის ქალი მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტს იძულებითი სტერილიზაცია ჩაუტარა დანიის ხელისუფლებამ, ევროკავშირის წევრმა ხელისუფლებამ და დღემდე ბოლომდე გამოძიებული არ არის, რამდენიმე წლის წინ დაიწყო ეს გამოძიება და ბოლომდე მიყვანილი არ არის გამოძიება და კომპენსირებული არ არიან ამ იძულებითი სტერილიზაციის დაზარალებული ადამიანები. რა თქმა უნდა, იმიტომ არა, პირიქით, ზუსტად ეს არის, რომ პრობლემა არის ბრიუსელში და არა თბილისში. და ამ პრობლემას არა, ჩვენი მიდგომები, ჩვენ რა ვქნათ ხა მაგნუს ცაკნას ევროპა ჩვენ ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ის ევროპა, რომელიც ცდილობს, რომ ცივილიზაციური რაღაცა ესეთი პედესტალიდან ისაუბრობს, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია ჩვენს. ამას ვამბობთ ჩვენ, პრობლემა არის ბრიუსელში და ამ პრობლემას ხედავს უკვე სხვები. ნახეთ თქვენ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებები უკვე და ჩვენ ხედავთ ტენდენციებს, რომ პატრიოტული ძალები, ევროპული, ნამდვილად ჭეშმარიტად პროევროპული ძალები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებზე დგანან და არა გამოგონილ იდეოლოგიაზე, ძალას იკრეფენ და ჩვენ გულშემატკივრობთ ასეთ ძალებს ევროკავშირში, როგორც კი ბრიუსელში მოვლენ ევროპული ძალები, პატრიოტული ძალები ხელმძღვანელობაში, რა თქმა უნდა, ასეთი ევროკავშირი ჩვენი ინტერესის სფეროა, რა თქმა უნდა, ასეთ ევროკავშირს და ბრიუსელთან ნებისმიერი პრობლემა მოხსნილი იქნება. ხო, ჩვენ იურისტები მუშაობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, სწავლობთ პროცედურებს, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებობს, როგორც
კომუნიკაციის კომისიის ნაწილში, ისე სასამართლო ნაწილში და ყველა შესაბამის სამართლებრივ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საძაგელი ტყუილი, რომელიც იყო საქართველოს ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, ეს საძაგელი ტყუილი ვამხილოთ. ამიტომ თავისთავად ჩვენ მომზადებულად უნდა შევიდეთ ამ პროცესში, იმისთვის რომ შესაბამის შედეგს მივახციოთ. ამაზე მუშაობენ იურისტები, რაც საჭირო იქნება ამ პროცედურის დასაწყებად და მისაყვანად. ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მალე კიდევ ერთხელ ჩვენ ვსწავლობთ რა პროცედურები არის, რომ პროცედურული რამე დარღვევა არ მოხდეს, რომ შემდეგ ამან არ შეუქმნას საფრთხე თავად საჩივარს. შესაბამისად ჩვენი ინტერესია რაც შეიძლება მალე, ხო? ხედავთ რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის თვე დასჭირდა მას, ასე ვთქვათ, რომ ეს არჩევანი შეეტანა. ვფიქრობთ რომ მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ არსებობს ტრამპის საჩივარი BBC-ს წინააღმდეგ, რომელიც სხვათა შორის საინტერესოა, რომ ლის ტრასის განცხადებებსაც ეფუძნება და მოყავს როგორც მტკიცებულებები. ჩვენი მტკიცებულებებიც ეს არის ზუსტად ტრამპის წინააღმდეგ, რაც მათ შორის, ხომ, რაც ის ზოგადი ტენდენცია, რასაც BBC-ში ვხედავთ, რაც ტრამპის წინააღმდეგ იყო, რაც იყო, თქვა, რაზეც საუბრობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც პირდაპირ ამხელს BBC-ს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი პირდაპირ ხელს ადებს BBC-ს როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტს. ამაზე მეტი ავტორიტეტი რაღა უნდა იყოს BBC-ს შესაფასებლად. ასე რომ ყველა ამ დოკუმენტაციას, მხილებას თავს მოუყრით, სამართლებრივად შესაბამის ჩარჩოში მოვაქცევთ და რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესია რაც შეიძლება მალე მოხდეს. ეხლა ამნისტია ამნისტია გულისხმობს რომ რაღაც პერიოდში ადამიანებს რაღაც ჯგუფს რომელსაც აქვს ჩადენილი კანონდარღვევა და ამნისტია ყოველთვის ეხება კანონდამღვევებს, ხო? მართალ ადამიანებს ხარ ეხება, მათ ვით რაღაცა დაარღვეს. და რაღაც პერიოდულობით ამნისტია არის ხოლმე გამოცემული იმისთვის, რომ გარკვეული ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგას ადამიანების გარკვეული რაოდენობის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაოდენობა შეიძლება დიდი იყოს, იმისთვის, რომ მიეცეთ შესაძლებლობა, ახალი შანსი, რომ დაიწყონ სუფთა ფურცლიდან რაღაც პროცესი, ამ შემთხვევაში სუფთა ფურცლიდან ის, რომ მართვის მოწმობა აღუდგებათ და სხვა დროს აღარ ჩაედიონ იგივე. იმიტომ რომ კანონს თავისი დანიშნულება აქვს, რომ პრევენცია იყოს გარკვეული დანაშაულებისა თუ გადაცდომებისა, ხომ? და ადამიანი მოქმედებს ყველა თავის პასუხისმგებლობით, როდესაც იცის, რომ მის გადაცდომას მოყვება რაღაც შედეგი, ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს უბრალოდ გარკვეულ პერიოდში, მათ ვინც ეს პასუხისმგებლობა ვერ გაიზიარეს და რაღაც რაოდენობა ადამიანების არის ხოლმე კრიტიკული რაოდენობა, სახელმწიფო ცდილობს გამოიჩინოს ჰუმანურობა. მადლობა.